შეტყობინება, რომელიც ყურიდან გამოვიდა ამ 4 შაბათს 2026 წლის 8 აპრილს მკაცრი იყო. ირანმა სცადა ჰორმუზის სრუტის გამოყენება ზეწოლის იარაღად, მაგრამ შეეჯახა შეერთებული შტატების მკაცრ პასუხს და საბოლოოდ დათმო ადგილი მსოფლიოს ნავთობისთვის მნიშვნელოვან წერტილში. რაც მოხდა იყო ორკვირიანი დროებითი ცეცხლის შეწყვეტა ვაშინგტონსა და თეირანს შორის, რომელიც პაკისტანის შუამავლობით იქნა მიღწეული. მას შემდეგ რაც ამერიკამ ულტიმატუმი წაუყენა და პირდაპირ ენით მოითხოვა საზღვაო გზის გახსნა. მარშრუტი, რომლის დაბლოკვასაც ირანის რეჟიმი ცდილობდა, სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ცენტრად იქცა, რომელსაც ის ვერ გაუმკლავდა ისე როგორც სურდა. ვინ არის ამ დაპირისპირების შუაგულში? ერთ მხარეს დონალდ ტრამპი, პენტაგონი და შეერთებული შტატების სამხედრო მანქანა. მეორე მხარეს კი ირანის რეჟიმი, მისი შეიარაღებული ძალები და მცდელობა შეენარჩუნებინა გავლენა ამ გზაზე. შუაში კი ჩნდებიან ისრაელი, პაკისტანი როგორც შუამავალი და გლობალური ბაზარი, რომელმაც ნერვიულად მოახდინა რეაგირება, რადგან ჰორმუზი უბრალოდ წყლის ზოლი არ არის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე წერტილი პლანეტაზე ენერგიისთვის. სწორედ ამიტომ მიაღწია კრიზისმა ასეთ მასშტაბებს. პრობლემა მხოლოდ სამხედრო არ იყო, ის ეკონომიკური, სტრატეგიული და პოლიტიკური იყო. ირანი იცოდა, რომ ჰორმუზის დახურვა ან გადაკეტვა გლობალურ შოკს გამოიწვევდა და ენერგიის ფასს გაზრდიდა. ამას შეერთებული შტატებიც კარგად იცნობდა და გადაწყვიტა, რომ მარშრუტის ხელახალი გახსნა ცენტრალურ პირობას წარმოადგენდა ახალი თავდასხმების შეკავებისთვის. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება გემების გადატვირთულობის მოგვარებაში ამ ტერიტორიაზე. მაშინ, როცა ვაშინგტონმა ეს შეთანხმება სრულ გამარჯვებად გაყიდა. ფაქტობრივად, თეირანისთვის ყველაზე მკაცრი დასკვნა მარტივია. რეჟიმმა გააცნობიერა, რომ მას არ ჰქონდა ძალა სრულად შეენარჩუნებინა ბლოკადა ისე, რომ კიდევ უფრო მაღალი ფასი არ გადაეხადა. დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა კიდევ უფრო გააძლიერა მაქსიმალური ზეწოლის ეს აღქმა. მათ აღნიშნეს, რომ ბომბდამშენები უკვე გადაადგილებაში იყვნენ და შეტევების შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ გაიხსნებოდა გასასვლელი დროსვლელი დროებითი ზავის ფარგლებში. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება. ეს არ ყოფილა მშვიდობის სპონტანური ჟესტი, არამედ პაუზა, რომელიც კონკრეტული მუქარის ფონზე იქნა მიღწეული. სწორედ ასე მოხდა ეს ცვლილება. ჯერ სამხედრო ზეწოლა იყო. შემდეგ დადგინდა ვადა. ამის შემდეგ გამოჩნდა პაკისტანის შუამავლობა და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა უსაფრთხო გასვლის დაპირება ჰორმუზში. ირანის წინააღმდეგობის მიზეზიც ნათელია. თეირანი სურდა სრუტე მოლაპარაკების იარაღად ექცია. საჯაროდ გამოთქმულ მოთხოვნებს შორის გაჩნდა იდეაც, რომ თითოეულ გემზე $2 მილიონი აეღოთ გადასასვლელად. ანალიტიკოსებისა და მთავრობების აზრით ეს აღიქმებოდა როგორც მცდელობა, რომ მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარშრუტზე გეოპოლიტიკური გადასახადი დაეწესებინათ. ეს საკითხი კრიზისის სიმბოლოდ იქცა. ირანი ცდილობდა ჰორმუზის სრუტე ბერკეტად გამოეყენებინა ზეწოლიდან გამოსასვლელად, ხოლო შეერთებული შტატები სწორედ ამ ლოგიკის გატეხვას ცდილობდა. როდესაც დაპირისპირება ამ დონემდე მივიდა, საკითხი მხოლოდ რეგიონულ ომზე აღარ იყო და ღია ბრძოლად იქცა გლობალური მიმოქცევის კონტროლისთვის. მაგრამ სიტუაცია ჯერ კიდევ შორსაა სიმშვიდისგან. მიუხედავად გამოცხადებული ზავისა, შეტევები და ეჭვები კვლავ გაგრძელდა მომდევნო საათებში. Associated Press-მა და Reuters-მა განაცხადეს, რომ შეთანხმება მყიფეა. რეგიონში სამხედრო მოქმედებები ედევები კვლავ მიმდინარეობს და ყველაფერი მშვიდად არ არის, განსაკუთრებით ლიბანში. თვითონ ირანი ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე სიფრთხილით მიდის და ძალებს მზადყოფნაში დატოვებს. ეს აჩვენებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა კრიზისს არ წყვეტს, უბრალოდ აფეთქებას აყოვნებს, რომელიც კვლავ მზადაა. დაპირისპირება შემცირდა, მაგრამ საფრთხე ისევ არსებობს. რეალური გავლენა უკვე შეიძლება გაიზომოს ბრძოლის ველის გარეთაც. საზღვაო ტრანსპორტირების გიგანტებმა, როგორიცაა მაერსკი და ჰაპაგლოიდი, განაცხადეს, რომ ფრთხილად აგრძელებენ ოპერაციების ნორმალიზებას ამ რეგიონში. ჰაპაგლოიდმა განაცხადა, რომ სრულფასოვან რეჟიმში დაბრუნება შეიძლება 6-დან 8 კვირამდე დასჭირდეს. მაშინ, როცა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონში დაახლოებით 1000 გემი იყო გაჩერებული და მილიონობით ბარელი ელოდებოდა გასვლას. ეს პასუხობს კიდევ ერთ მთავარ კითხვას. სად აწვება ეს კრიზისი რეალურად? არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რუკაზე, არამედ პორტებში, ნავთობსაწმენდებში, საწვავში, იმ ადამიანების ჯიბეში, ვინც ჰორმუზის მდებარეობაც კი არ იცის რუკაზე. გაეროშიც კი არ იყო ერთიანობა, რომ უფრო ძლიერად მოეხდინათ ზეწოლა. უსაფრთხოების საბჭოს 11 წევრის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ჰორმუზში ნავიგაციის დაცვის ძალისხმევის კოორდინაციას ითვალისწინებდა, რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს. ამ ნაბიჯმა აჩვენა, რომ დაპირისპირება მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არ არის.
არსებობს უფრო დიდი სათამაშო მოედანი, სადაც ძლიერები ცდილობენ შეამცირონ ამერიკის მოქმედების არეალი და შეინარჩუნონ სივრცე ჰორმუზისა და ირანისთვის. მიუხედავად ამისა, ფაქტი რჩება. ბლოკადა გლობალურ პრობლემად იქცა. ამერიკული რეაქციამ ტემპერატურა მაქსიმუმამდე აიყვანა და ირანის რეჟიმი ტაქტიკულ უკანდახევაზე იჯულებული გახდა. საბოლოოდ დღევანდელი მთავარი ამბავი ასეთია. ირანს სურდა ჰორმუზი შანტაჟის იარაღად ექცია, მაგრამ მეორე მხარეს ისეთი ზეწოლა შეხვდა, რომელმაც მისი მანევრის სივრცე შეზღუდა. რაც მოხდა, ეს იყო დროებითი ზავი. ამაში მთავარი როლი შეასრულეს შეერთებულმა შტატებმა, ირანმა, ისრაელმა და პაკისტანის შუამავლებმა. კვირების განმავლობაში მიმდინარე ომისა და მზარდი მუქარის შემდეგ. როგორ? ულტიმატუმით, ახალი თავდასხმების რისკით, კრიზისული დიპლომატიითა და ზეწოლით საზღვაო ნავიგაციაზე. და ამჯერად ირანის ამ ნაბიჯმა მძიმე დარტყმა მიიღო.